დღეს გადაცემა ექიმებში ნახავთ ნინო ექიმის ერთ სამუშაო დღეს. კარგი ბიჭი ყავს. გაიგეთ რა იწვევს სტომატიტს და როგორ უნდა უკურნალოთ მას. მითია თუ რეალობა რომ სტომატიტის კურნალობა შესაძლებელია შაბით. ექიმები წამლების მიღების წესებს გასწავლიან. დავაჭერთ მას და სინამდვილე შესასე არ შეიძლება. სპეციალური სტუმარი მსახიობი ეკა ნიჟარაძე. გაიგეთ რატომ ვერ ინელებს ზოგიერთი ადამიანი რძის შაქარს. ექიმები გეტყვიან, როგორ უნდა შეიმსუბუქოთ თავის ტკივილის შაკიკის დროს. გეცნო რამე აქედან გას გააქრობ დღეს სახლში მისვლისთანავე. დღეს კოტე ექიმი სპეციალურად თქვენთვის პლასტიკური ქირურგიის საიდუმლოებებს გაგანდობთ. არავის არ უთხრათ. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. ერთ-ერთ წინა გადაცემაში ჩვენ ვნახეთ როგორ ატარებს ლევანი თავის ერთ სამუშაო დღეს და გავიცანეთ მისი პატარა და საყვარელი პაციენტები. ახლა კი დროა ვნახოთ ნინოს სამუშაო დღე როგორია. აქ კი გამოდივართ ხოლმე ჩვენ და სამედიცინო თემებზე გელაპარაკებით, მაგრამ თქვენის უფრო გაინტერესებთ როგორ კურნავთ ადამიანებს. ხო და დღეს ვნახოთ რას აკეთებს ნინო ექიმი. ნახოთ. გამარჯობა. გოგენიცა. პაციენტი როდისთვის დავიბაროთ? გელაშვილი. გამოვიდეს 3 საათის მერე. ხო, კარგად გრძელთ. ეხლა ჩვენ ჩავალთ გავიკეთებთ ეხოსკოპიას, ნახავთ საკურთხევი როგორ მუშაობს და შემდეგ ვიზეთ და დაგიბარებთ იმის მიხედვით თუ რა პასუხი გვაქვს. შეხოცებულა ყველაფერი. საკურთხა, ესე იგი, ყველაფერი ნორმალურად არის. 6 თვეში ჩამოგზავნით კონტროლზე ჩვეულებრივად. რამოდენიმე წუთში ოპერაცია იწყება და ეხლა სასწრაფოდ წავედით საოპერაციაში. I hear the bells down in the canyons. It's snow in New York. Some blue December. I'm gone to the moon. About to go and I'm calling to you. Throughout the world all I can. წავედით. გამარჯობათ. როგორ ძინავს ჩვენს პაციენტს? სად ვართ ხო? გამითი შეიძლება? так, შუქი ჩავაქროთ. საშუალოს მეზღურში არის პოლიპები, რომელიც იწვევს სისხლდენებს და უნდა მოიკვეთოს აუცილებლად. მერე ვაგზავნით კვლევაზე მორფოლოგიურზე. შეისწავლიან ხომ არ არის რამე პროცესი, რომელიც შემდგომში შესაძლოა გადაგვარდეს ავსვისებიანად. ესეც მოიკვეთა და მივიღეთ სუფთა საშუალოსნო ზღვრს. დიდი მადლობა ყველას. ეხლა წავედით სამშობიაროში 1 საათში საკეისრო კვეთა გველოდება. ხეიტირებს ბიჭია. აჰა. გილოთა. კარგი ბიჭი ყავს. ჩემი ერთი დღე დასრულებულია. აი ვოყეს შიგნით ამ ხარეს რო იყვნენ შემთხვევით განსაკუთრებით რო გშია და გეჩქარება რო ჩაკვეჩო რაღაც საჭმელი მოგხვიათ რომელიმე აუ დაგმართიათ არა კი მე გამწარებულ ვარ საშინელება თან მე მეორე მესამე დღეს გრძელდება რა ზუსტად იმ ადგილას უნდა იკვინო და იკვინო რამდენჯერმე ადგილზე მე ცხელი მოგხვდება ეგ და ხარ პანიკაში გონია ყველას მოსვლია რა მეც მგონია რომ ბევრს მოსვლია მაგრამ ბევრ მარიცის რომ ეს უწყინარი კბენა ხანდახან სტომატიტის მიზეზით ხდება ხოლმე მოდი დღეს ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის ეს სტომატიტი, როგორ ჩნდება და რატომ არის ის
ძალიან ცუდი. სტომატიტი ზოგადი ტერმინია, რომელიც აღნიშნავს პირისგლუს ლორწოვანი გარსის ანთებას და საერთოდ ნებისმიერი სასიხის წყლულს, მუწუქს და მტკივნეულ ბუშტუკს პირის ღრუში. ეს ყველაფერი კი ძალიან მტკივნეული პრობლემაა და ამის გამო ადამიანს არ შეუძლია ჭამა, ლაპარაკი და ხანდახან ძილშიც კი უშლის ხოლმე ხელს. პირის ღრუში სტომატიტი ნებისმიერ ადგილას შეიძლება განვითარდეს. ეხლა მე გაჩვენებ ძირითად ადგილებს, მაგალითად ნაკი. შეიძლება იყოს რბილი სასის სხვადასხვა ადგილი, ვთქვათ, რამოდენიმე წარმონაქმნი შეიძლება იყოს ერთობლივად ან გაერთიანებული შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, შეიძლება იყოს ენაზე, გვერდით, ცენტრალურ ზონაში, შეიძლება იყოს ტუჩის ლორწოვანი გარსის შიდა ზედაპირზე, შეიძლება იყოს ლოყის შიდა ზედაპირებზე განვითარებული ასე ბუშტოკოვან წერტილოვანი წარმონაქმნების სახით, რომელიც საკმაოდ უცნაურად ჩანს და პირის ღრუს დათვალიერებისას მარტივია ამის დიაგნოსტირება ძალიან. როდესაც სტომატიტი არის პირის ღრუში, თეთრი ფერის წყლულები ჩნდება აი ესეთი სახის, გარშემო არის ცოტა ჰიპერემიული, ანუ შეწითლებული რკალით შემოფარგლული. როგორც წესი ასეთი გამონაყარი 5-10 დღეში ნორმალური მდგომარეობისას თავისით აღდგება ხოლმე, მაგრამ დისკომფორტი იმდენად დიდია, რომ ადამიანი 10 დღის განმავლობაში ასე ვერ გაძლებს და სიმპტომების შემსუბუქებისათვის მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს. და ამ მეთოდებზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. საერთოდ არის ერთი ოქროს წესი, პირში არსებული ნებისმიერი წყლული ან გამონაყარი ორ კვირაზე მეტხანს თუ გაგრძელდა, თქვენ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექიმთან და ჩაიტაროთ ბიოპსია. ბიოპსია ნიშნავს რბილი ქსოვილის ნიმუშის აღებას, რომელსაც შემდეგ სათანადო სპეციალისტები გამოიკვლევენ და ყოველგვარ სიმსივნეს გამორიცხავენ. მოკლედ, მარტივი ფორმულაა, პირის ღრუში ტკივილი გრძელდება ორ კვირას, ვიკეთებთ ამ შემთხვევაში ბიოპსიას. და საერთოდ ძირშნაყარი არ უნდა ჭამა. აბა რა. და პეშითითი არ უნდა ჩაიდო. ის რაც დათომ თქვა, რა თქმა უნდა, მართალია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სტომატიტს უფრო მარტივი გამომწვევი მიზეზებია ხოლმე. ეს შეიძლება იყოს ელემენტარულად მოტეხილი კბილი, ბრეკეტი ან ცხელი ჩაით პირის დაწვა და სხვათა შორის ბავშვებშიც საკმაოდ გავრცელებულია სტომატიტი. ეს სხვათა შორის მინახავს სოკოვანი სტომატიტი ჭარბი ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე. კი, ეს არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა სხვა შორის და მაგიტომ ოპერაციულ პერიოდებში ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ასეთი რამ გაჩნდა, ეს ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გახანგრძლივებული ანტიბიოტიკოთერაპიის წარმოება. ცოტა ხანში ექიმებში ნახეთ სამლების მიღების წესები. ხანდახან ესე გააფრქვემე და მე დასდევი. დავაჭერთ მას და სინამდვილეში ესე არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სტომარს უნახავს ბევრი რთული ფორმა და გართულებული ფორმა სტომატიტის. მიესალმეთ ექიმი სტომატოლოგი ნინო ბოლქვაძე. ახმაროს წყალს შემოგთავაზებთ. პირის ღრუს უხდება თურმე. ყველაფერს უხდება წყალი, განსაკუთრებით ბახმაროს. ასე რომ შეგიძლიათ მიირთვოთ. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ სტომატიტი შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს, რაიმე ტრავმა, მექანიკურმა დაზიანებამ, ცხელმა საკვებმა, კიდევ რა შეიძლება გამოიწვიოს სტომატიტი. კი ბატონო, რაც თქვენ ახსენეთ, იმ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა სტომატიტის გამოწვევები კიდევ მრავალი მიზეზი არსებობს. ვიტამინი B12-ის დეფიციტი, ასევე ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია. სტომატიტის გამოწვევები და პაციენტები, რომლებიც ხშირად აღნიშნავენ პირის ღრუს ლორწოვანზე სხვადასხვა გაღიზიანებას, პირველ რიგში სწორად ეჭვი შეგვაქვს ხოლმე ამ ვიტამინების დეფიციტზე. გარდა ამისა, სტომატიტის გამოწვევი აგრეთვე შეიძლება იყოს მედიკამენტების ალერგიული რეაქცია, რომელიც გამოვლინდება პირის ღრუს ლორწოვანზე, საკვების მიერი, ასევე გამღიზიანებელი საკვებით გამოწვეული. აი მაგალითად რომელი საკვები იწვევს გაღიზიანებას? ჩემ მეგობარს მაგალითად თხილს თუ შეჭამს, შემდეგ ემართება სტომატიტი ზუსტად ის შოკოლადი, ნიგოზი, ციტრუსები, ანუ რა ძირითადად ისედაც ალერგიული პროდუქტია. საკვები ხო, უფრო მეტად არის გამღიზიანებელი ამ შემთხვევაში. ასევე ხშირად ტრავმულ ფაქტორად გვევლინდება ხოლმე ნიკოტინის და ალკოჰოლით ინტოქსიკაცია ლორწოვან გარსზე. ალკოჰოლით ინტოქსიკაცია რაც ნიშნავს პირის ღრუს. ეგრეთ წოდებული ალკოჰოლური რომ გაიღვიძებ კოტე, შეიძლება პირის სტომატიტი იქნას. მაგრამ ალკოჰოლის ბრალია თუ ბევრი რომ მოგივიდა და მე რაკენი რო არ გახსოვს იმის ბრალია. შეიძლება ორივე ერთად ალბათ უფრო. ასევე ძალიან ხშირია განსაკუთრებით ბავშვებში სოკოვანი და ჰერპესული სტომატიტი და ის ფაქტორები ტრავმული ანუ ადგილობრივი, რომელიც თქვენ უკვე ახსენეთ, შეიძლება იყოს ბრეკეტები, პროტეზის უხეში კიდები, ჟენის מחული კიდები და ასე შემდეგ. და აი საწოვარაზე რა ხდება მაგალითად, რამე სპეციფიური საწოვარა იწვევს ამას სხვადასხვა ფორმის თუ ხშირი გამოყენება და რაღაც შერჩევა საჭირო, თქვენ რას ურჩევთ მაყურებელს მაგალითად? პირველ რიგში მიზეზი ეს არის, რომ საწოვარა შეიძლება იყოს დაბინძურებული და ამან გამოიწვიოს გაღიზიანება ლორწოვანის. ამიტომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ძალიან დიდი, რომ იყოს ჰიგიენას, კი ბატონო. გითხარით, მაშინ რეკომენდაცია მივცეთ ჩვენი პატარა მაყურებლების მშობლებს როგორ უნდა დაიცვან ამ საწოვრის ჰიგიენა. ძალიან უყვართ ხოლმე მოდაშია ძალიან ანადუღარი წყლით გარეცხვა. როგორც კი დაუვარდება ხოლმე ბავშვს საწოვარა, იმ წუთში ორი ბებია მორბის ადუღებული ჩაიდნებით და ასხავენ ამ საწოვარას. სწორია ესა? თუ დავარდა საწოვარა ძირს თქვათ ასე შემდეგ, ავრეცხავთ უბრალოდ ჩვეულებრივ გამდინარე წყლით და მხოლოდ ამის შემდეგ არ არის საკმარისი, აბსოლუტურად არ არის საკმარისი გამდინარე წყლით. კარგად გავრეცხავთ და მხოლოდ ამის შემდეგ. არ არის საჭირო, ხო? არა, ადუღებული წყლის დასმა საჭირო არ არის. მე დავამატებ, რომ
სტომატიტის უამრავი სახეობა არსებობს, როგორც უკვე ჩამოვთვალეთ და შესაბამისად გამომწვევი მიზეზიც სხვადასხვაა. ამიტომ ჯერ უნდა დადგინდეს კონკრეტულად თუ რამ გამოიწვია სტომატიტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს, რა თქმა უნდა, მკურნალობა. ზოგჯერ სტომატოლოგის ჩარევაა საჭირო, ზოგჯერ ალერგოლოგის, ზოგჯერ დერმატოლოგის და ხანდახან გასტროენტეროლოგისაც კი. ცოტა შევაშინოთ მაყურებელი სტომატიტთან დაკავშირებით, თორე ექიმთან სიარული ეზარება ხოლმე ადამიანებს, ამიტომ გითხარით, რა არის საშიში არანამკურნალების სტომატიტის პირობებში? თვითმკურნალობა დიდი ხნის სიმპტომებს ნამდვილად ვერ მოგიხსნით, ესეთ შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ სერიოზულ გართულებებამდე მივიდეს საქმე, შესაძლებელია გამოვიწვიოთ ჩვენ ქრონიკული ან მძიმე ფორმის სტომატიტი. რასაც თან ახლავს უკვე სხეულის ტემპერატურის მომატება, ღრმა ტოტალური დაწყლულება ლორწოვანი გარსის და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩირქოვანი ნადებიც კი. ყოველ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მისვლა და აუცილებელია ექიმთან მისვლა, დროული დიაგნოსტიკა და დროული დაწყება სოდიან წყალს, ზოგი რაღაცას ნარებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მე მგონი ასეთ რაღაცებსაც მიმართავ. დასაწყის ეტაპზე, როცა ეს არის ძალიან რთული ფორმა, თქვათ არის მხოლოდ ერთი ერთეულის მორფოლოგიური ელემენტი, სოდიანი სავლები, გვირილის ან ესეთი ბალახეული ანტისეპტიკო აბსოლუტურად ასაშვებია. კოტე შენ ახსენე წეგან სოდიანი სავლები და რაღაცა შინაურული მეთოდები კიდე რომელიც ჩვენ მაყურებელს ან უყვარს ხოლმე რატომღაც და შაბის შესახებ თუ ხსმენიათ რამე? კი, ეგეც ერთ-ერთი მეთოდია მე მგონი. მე მაგალითად შაბი ვიცი, რომ აი საზამთროს მურაბაში გამოიყენება. კაკლის მურაბაში კიდე. ანუ შაბისა და სტომატიტის შესახებ არაფერი არის. სტომატიტის სამკურნალოდ იყენებენ ხოლმე შაბს, არ იცოდი? აი დღეიდან გეცოდინება. მედიცინა დიდი სფერო არის, შეიძლება ყველაფერი არ იცოდე. ეს მითია თუ რეალობა? მოდი ეს ჩვენ მაყურებელს გითხოთ რა ხან ეგეთი შეკითხვა გაგიჩნდა. აი ამას იყენებენ ხოლმე სტომატიტის სამკურნალოდ, შეიძლება რომელიმე თქვენთანგანაც გამოუყენებია და სწორედ შაბთან დაკავშირებით არის დღევანდელი ჩვენი შეკითხვა. მითია თუ რეალობა რომ სტომატიტის მკურნალობა შესაძლებელია შაბით? უმეტესობა დარბაში თulis რომ ეს რეალობაა. მოდი ექიმს გითხოთ, მითია თუ რეალობა რომ შაბი მკურნალობს სტომატიტს? ეს მითია. რა თქმა უნდა. ანუ დარბაზი შეცდა. მაშინ აგვიხსენით რატომ არის ეს მითი? ან რა სამკურნალო საშუალებები არსებობს თუ შაბი არა? პირველ რიგში უნდა მოხდეს იმ მიზეზების აღმოფხვრა, რომელიც თვლით რომ ამ შემთხვევაში იწვევს სწორედ სტომატიტს. ანუ დავადგინოთ გამომწვევი მიზეზი, როგორც პირველ რიგში გამომწვევი მიზეზი. ადგილობრივი ფაქტორები რაც არის ხომ, პირის ღრუში, ანუ ამის მოცილება ცალსახად აუცილებელია, ეს იქნება ბრეკეტები, პროტეზის მახვილი კიდე ჟენის უხეში, თქვათ არასწორად დაბჟენილი კბილები თუ ასე შემდეგ. ანუ მექანიკური დაზიანება უნდა კი ბატონო, მექანიკური დაზიანება პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია აუცილებელია პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა. ამის შემდეგ უკვე შეხედულებისამებრ დანიშნავთ თვითონ ექიმი საჭიროა თუ არა შემდგომი მკურნალობისათვის უფრო სერიოზული ჩარევა, მაგალითად, ანტისეპტიური საავლები, მალამოები ან ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მოხვედით ჩვენ გადაცემაში და ესეთ საინტერესო რაღაცები მოგვიყევით. გავიგეთ როგორ უნდა დავამუშავოთ პირის ღრუ, როგორი მკურნალობის მეთოდები შეიძლება გამოვიყენოთ და რა თავარია. მხოლოდ საზამთროს მურაბის დასამზადებლად გამოვიყენოთ. შაბით მკურნალობა არაფერს კარგს არ მოგვიტანს და ის შემთხვევაში, როდესაც ადამიანს სტომატიტი აქვს, უბრალოდ უნდა მიმართოს ექიმს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და წამლის მიღებას თავისი წესები აქვს. ზოგიერთ წამალს ბევრი თქვენგანი არასწორად იღებს და ამის შესახებ არც კი იცის. წამლის არასწორად მიღება კი მის ეფექტს და მოქმედების სისწრაფეს ამცირებს. შესაბამისად, არანაირი მკურნალობა არ დგება. მოკლედ, წამლის მიღების წესებს ახლა მე და ნინო თქვენ გასწავლით. მოდი ვნახოთ რა წამლები გვაქვს. რითი დავიწყოთ კოტე? აი, დავიწყოთ მოდი ამით. დავიწყოთ თვალის წვეთებით. თითქმის ყველა, ვინც თვალის წვეთებს იყენებს, იქცევა ასე. წამალს ჩაიწვეთებს თვალში და იწყებს თვალების ხამხამს. შესაბამისად, ეს წამალი მთლიანად გადმოდის გარეთ, ჩამოგვეღვენთება სახეზე და წამალს გვარგავს. და მაშ რა უნდა ვქნათ ჩვენ? ეხლა მე გასწავლეთ თუ როგორ უნდა ჩავისხოთ სწორად ეს წამალი. აბა გვასწავლე. უნდა გადავწიოთ თავი, ჩამოვწიოთ ქვედა ქუთუთო, ჩავიწვეთოთ წამალი. და თვალი დავხუჭოთ. ხოლო რამოდენიმე წამში გავახილოთ. და ეს თვალის კაკლის იქით-აქეთ მოძრაობა საჭიროებას არ წარმოადგენს. მაგრამ შეგიძლია არც ამოძრაო. ყოველ შემთხვევაში დახუჭულ თვალში ეს წამალი დიდხანს დაყრდნობა, არ გადმოგვედინება ლოყაზე. გარდა ამისა, ზოგიერთ წამალს ძალიან უსიამოვნო გემო აქვს და თვალში ჩაწვეთების დროს ეს წამალი ყელში გადადის და აი აქ ესეთ საშინელ გემოს ვიღებთ ხოლმე. ეს ნორმალურია, იმიტომ რომ თვალი ცხვირს უკავშირდება და ცხვირიდან მერე ცხვირთახაში გადადის. და როგორ უნდა ავიშოროთ ეს თავიდან? აი, არ ვიცი ნამდვილად. ძალიან მარტივი რამ არის გასაკეთებელი კოტე. თვალის შუდა კუთხეზე, აი ესე შეგვიძლია დავიჭიროთ თითო. ანუ გადავკეტოთ საცრემლი არხი. გადავკეტოთ საცრემლი არხი და მხოლოდ რამოდენიმე წამში აუშვებთ ხელს. ასეთ შემთხვევაში წვეთები თვალში დარჩება და ყელში აღარ მოხდება. ანუ ამ უსიამოვნო გემოსაც ავირიდებთ თავიდან და წამალიც უფრო შეერგება თვალს. აი, მიუხედავად იმისა, რომ მე ექიმი ვარ, აი ეს ხრიკი რომ წეწოლით საცრემლი არხი შეგვიძლია დავკეტოთ და ეს წამალი არ შევიგზოთ, მეც არ ვიცოდი და საკმაოდ საინტერესოა. დიდი მადლობა. მოდი გადავიდეთ შემდეგ წამალზე. ყველას ვისაც ასთმა აქვს, აი ესეთი ინჰალატორებით სარგებლობა უწევს. თუმცა იმ ადამიანებს ხშირად არ ასწავლიან ხოლმე, როგორ უნდა გამოიყენონ ინჰალატორი სწორად.
აი რასაკეთებს ბევრი ადამიანი, როდესაც იყენებს ინჰალატორს, ისინი სწრაფად ჩაისუნთქავენ ინჰალატორის მიერ გამოფრქვეულ პრეპარატს და მომენტალურად ამოისუნთქავენ ხოლმე უკან. ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი, იმიტომ რომ პრეპარატი, რომელიც ამ ინჰალატორში არის, აბსოლუტურად ვერ ახდენს ზემოქმედებას იმ ორგანოზე, ტრახეაზე და ფილტრებზე, რომ სამკურნალო ეფექტი დადგეს და მალევე ამოუშვებს უკან. წესით და კანონით, როგორც არის მითითებული ასეთი ტიპის ინჰალატორების გამოყენების ინსტრუქციაში, როდესაც ჩვენ ჩავისუნთქავთ ინჰალაციას განვახორციელებთ, უნდა ჩავისუნთქოთ ღრმად და ნელა ისე რომ ჩვენმა თავის ტვინმა 5-მდე დათვლა მოასწროს. შემდეგ შევეცადოთ, რომ წამალი ფილტვებში რაც შეიძლება დიდხანს გაჩერდეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ეს არ უნდა იწვევდეს შეტევით ყველას. ასევე შეიძლება გონებრივად ჩვენ დავთვალოთ 10-მდე და შემდეგ ნელი ამოსუნთქვით გავაგრძელოთ სუნთქვა. ამ შემთხვევაში სწორედ რჩება ინჰალატორის მიერ გამოფრქვეული სამკურნალო საშუალება ზუსტად იმ ადგილას დაასრულებს იმ ფუნქციას, რაც მან უნდა ნორმალურად შეასრულოს. ანუ სრულად შევირგებთ ამ წამლის მოქმედებას. კი, რა თქმა უნდა, ანუ სრულად შევირგებთ ამ წამლის მოქმედებას. საერთოდ კიდე არის ხოლმე ხანდახან ესე გააფრქვევენ და მე დასდევენ ხო ამას, მაგრამ ამდენ ასეთი ფრქვევით ამის შესუნთქვა ჩვენ არაფერს დიდ შედეგს არ მოგცემს, ამიტომ რაც მე ახლა თქვენ გასწავლეთ, დაიხსომეთ ის და გამოიყენეთ სწორად. მაშინ მიიღებთ კარგ სამკურნალო ეფექტს. მე მგონი საინტერესო თავხსენია, ხო? შესანიშნავი იყო ნამდვილად და ბოლოს თუ როგორ უნდა შევისხუროთ ცხვირში წამალი სწორად. როგორ ვიქცევით ხოლმე ჩვეულებრივად, როდესაც წამალს ცხვირში ვისხამთ. მოვითავსებთ კოლოფის სწორ ცხვირში, შემდეგ დავაჭერთ მას და აი ესეთ რაღაც ვაკეთებთ ხომ მართალია? რაც შეიძლება ღრმად ისე დამინახავს ყოველ შემთხვევაში პაციენტები და სინამდვილეში ესე არ შეიძლება. აბა როგორ? ბოთლის წვერი უნდა მოხდეს ცხვირში, რაც შეიძლება ღრმად და შემდეგ უბრალოდ უნდა მოუჭიროთ ბოთლს ხელი. გამოსაფრქვევის საშუალება ავტომატურად გამოიფრქვევა. ავტომატურად ის გამოიფრქვევა და საჭირო არ არის აი ესეთი ღრმა შესუნთქვის გაკეთება ნამდვილად, იმიტომ რომ როდესაც წამლის შესხურების შემდეგ აი ესე ღრმად ჩავისუნთქავთ, აღმოვაჩენთ რომ წამალი ცხვირს გასცდა და საყლაპავში გადავიდა. რა ძალიან უსიამოვნოა მინდა გითხრათ და ეს წამალიც მიდის ძალიან ზედმეტად შორს. და თავის ადგილობრივ ლოკალურ ფუნქციას შესაბამისად თავის ლოკალურ ფუნქციას დანიშნულებას არ ასრულებს, ანუ იქ არ მოქმედებს, სადაც უნდა მოქმედებდეს. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბოთლის წვერი მოვათავსოთ ცხვირში, რაც შეიძლება ღრმად და სწორი მიმართულებით, უბრალოდ დავაჭიროთ მას ხელი და არამც არ შევისუნთქოთ აი ესეთი ღრმა მოძრაობით. მე კიდევ ერთს დავამატებდი, გამომდინარე იქიდან რომ ცხვირებთან საკმაოდ ბევრი შეხება მაქვს, ამ ესეთი ტიპის სპრეის გამოყენება, როდესაც ამის სახურავს ჩვენ მოხსნით, მიმართულება, სწორი მიმართულება არა თუ ზევით, არამედ ოდნავ ქვევით, იმიტომ რომ საჰაერო გზები ზუსტად ქვევით ნაწილდება და არა ზევით შუბლის მიმართულებით. ასე რომ ესეთ გაითვალისწინეთ და კიდევ ერთი როდესაც ცხვირი არ არის სუფთა, ანუ არის ლორწო გამონადენი, ჯობია ცხვირი გათავისუფლდეს ასეთი გამონადენისგან და შემდგომ მოხდეს ასეთი სპრეის შესხმა და არა პირიქით, იმიტომ ზოგიერთი ადამიანი ამას ისხამს, მე ეწყება ცემინება და ამ პრეპარატის მოქმედება ზუსტად ასევე და გამოდის ლორწოსთან ერთად ეს წამალი და არანაირი ზემოქმედება უკვე მას სამკურნალო თვალსაზრისით აღარ აქვს. ძალიან დიდი მადლობა კოტე, შესანიშნავი დამატება იყო ჩემთვის. ჩემზე. ყველაფერს ჯობია, რა თქმა უნდა, როდესაც ახალდანიშნულ წამალს პირველად ვიყენებთ, გადაამომწვოთ ექიმთან თუ როგორ უნდა მიიღოთ ის და ზუსტი ინსტრუქცია გქონდეს იმისა, თუ ეს წამალი რა დოზით, როგორი რაოდენობით და როგორი ტექნიკით მივიღოთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის იმ წამლებთან დაკავშირებითაც აქვს პაციენტებს შეკითხვები, რომლებსაც პერორალურად, ანუ ორალური გზით ვიღებთ ხოლმე, ანუ ვსვამთ. ზოგიერთ წამალს უბრალოდ წყალთან ერთად ვყლაპავთ, ზოგს კი ენის ქვეშ ან ღრძილსა და ლოყას შორის ვათავსებთ. ადამიანები იბნევიან ამ დროს, ზოგიერთმა ზგონია რომ ეს წამალი აუცილებლად უნდა ენის ქვეშ მოათავსოს, ან პირის ღრუში მოათავსოს, ან ხშირ შემთხვევაში ჩაღეჭოს კიდევაც, განსაკუთრებით ეს ეხება იმ პრეპარატებს, რომელიც ყელის ტკივილის დროს გამოიყენება და მე ვიქცევი ხშირად სამწუხაროდ და ასე ვერ ვითმენ ბოლომდე იმის ფუნქციის დასრულებას და კარგად კამფეტივით ვახრამუნებ ხოლმე, რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი, იმიტომ რომ ის თავის დროს კარგავს და არასწორად მოქმედებს. საქმე ის არის, რომ ენის ქვეშ და ლოყის შიგნით ამ მხარეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის სისხლძარღვოვანი წნული, არის კარგად არის განვითარებული სისხლის მომარაგება. შესაბამისად, როდესაც წამალს ამ ადგილას ვათავსებთ, წამალი ძალიან სწრაფად შეიწოვება სისხლში და ეფექტიც სწრაფად მიიღწევა. თუ აბს გადავყლაპავთ, მან მთელი სასჭმლის მომნელებელი სისტემა უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიწოვება სისხლში. ამიტომ შედეგი შესაძლოა, რომ უფრო ნელა იქნეს მიღწეული. სწორედ ამიტომ არის, რომ სხვადასხვა მედიკამენტები სხვადასხვაგვარად ინიშნება. ზოგს ვსვამთ, ზოგს ვიდებთ ენის ქვეშ ან ლოყის გვერდში, როგორც უკვე ვთქვით. ნინო, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა წამალი ენის
ქვეშ მოითავსა ჩვენმა მაყურებელმა, ეს რა თქმა უნდა არასწორი იქნება. ეს მხოლოდ იმ წამლებს ეხება და მხოლოდ მაგ შემთხვევებს ეხება, როდესაც ექიმი გვეტყვის ამას, რომ ეს წამალი უნდა იქნას მიღებული ასე. მაგალითად, ზოგიერთ წამლებს თუ გულის შეტევისას ან სხვადასხვა ესეთი მწვავე მდგომარეობებისას, არც ერთი წამი არ უნდა დაიკარგოს იმისათვის, რომ წამალმა თავისი მოქმედება შეასრულოს, ზუსტად ეს არის პირისღრუ და ენისქვეშა ზონა, სადაც ხდება ასეთი წამლის მოთავსება, რომ მან სწრაფად იმუშაოს. მაგრამ შემთხვევათა უმეტესობაში ჯობს, რა თქმა უნდა, რომ წამალი უბრალოდ გადავყლაპოთ სათანადო სითხესთან ერთად. გადაყლაპული წამლის დოზირება უფრო ზუსტად კონტროლდება ორგანიზმში და შესაბამისად წამლის სამკურნალო ეფექტიც უფრო ზუსტი და სწორია. ეს წამალი სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ მან გაიაროს კუჭნაწლავის ტრაქტი და რაღაცა დოზით იქნეს შეწოვილი სისხლში. ამას რომ თავი დავანებოთ, პირისღრუდან წამლის შეწოვის ტემპი და ხარისხი ასევე დამოკიდებულია სხვადასხვა რამეზე, მაგალითად ეწევი თუ არა სიგარეტს, რა საკვები გვაქვს მიღებული, რამდენი ხნის წინ გვაქვს საკვები მიღებული და შესაბამისად დოზირება წამლის ხდება ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. მოკლედ, ამ ორივე ფორმას გადაყლაპვას და ენისქვეშ დადებას, ან კბილსა და ლოყას შორის მოთავსებას აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები. ამიტომ თავად ნუ გადაწყვეთ წამლის მიღების ფორმას და აუცილებლად კითხეთ ამის შესახებ ექიმს ან გაეცანით სათანადო ინსტრუქციაც, რომელიც ყველა წამალს თან ახლავს. ცოტა ხნის წინ ექიმების Facebook-ის გვერდზე ძალიან საინტერესო წერილი მივიღეთ. ის შეეხებოდა თემას, რომელიც დღეს მსოფლიოში ძალიან აქტუალურია. ამიტომ ჩვენ ამ წერილს უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით და გიკითხავთ მის შინაარსს. პედიატრმა გითხრა, რომ ჩემს 7 წლის შვილს ლაქტოზის აუტანლობა სჭირს. მაინტერესებს, რას ნიშნავს ლაქტოზა და რა არის მისი აუტანლობა. ეს უბრალოდ რძის მიმართ ალერგიაა თუ რაიმე განსხვავებული. და საერთოდ როდესმე შეიძლება ჩემი შვილისთვის რძის პროდუქტების მიღება? ეს საკითხი არა მარტო ჩვენი მაყურებლისთვის, არამედ ჩვენი სტუმრისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. მიესალმეთ მსახიობი ეკა ნიჟარაძე. მოგესალმებით. შემოგთავაზებთ მიერთვით წყალი. როგორ ხარ? კარგად, მადლობ თქვენ. ყველაფრისთვის სასარგებლოა ეს წყალი. ჩვენც კარგად ვართ, უყურებ ჩვენგანაცემებს. უყურებ. ხშირად თუ ისე პერიოდულად? როდესაც მცალია, უყურებ. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან და მე მაინტერესებს იცი თუ არა შენ რა არის ლაქტოზა? ლაქტოზა არის ნივთიერება, რომელსაც შეიცავს რძე, მე მგონი. მართალი ხარ, აბსოლუტურად. არის ხოლმე ხშირად არასაბედნიერად, არის ხოლმე როდესაც ვერ იტანენ, ვერ ინელებენ და ამიტომ ვერ იღებენ რძეს და რძის პროდუქტებს ალბათ. ზუსტად ამაზე უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენ. ლაქტოზა არის ნივთიერება, რომელსაც შეიცავს რძე და შესაბამისად რძის პროდუქტები. აი აქ აქვს წარმოდგენილი რძის პროდუქტები, რომელიც რა თქმა უნდა შეიცავენ ლაქტოზას. ეს არის თვითონ რძე, რა თქმა უნდა, კარაკი, ყველი, არაჟანი, ხაჭო და ასე შემდეგ. იმ ადამიანებს, ვისაც აი ლაქტოზის აუტანლობა აქვს, რაც თქვენ ახსენეთ, ხო? აი ამ პროდუქტების მისმევა მათთვის თითქმის წარმოუდგენელია. იმიტომ რომ ლაქტოზის აუტანლობა ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ადამიანის ორგანიზმს ამ შაქრის მონელება უბრალოდ არ შეუძლია. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება ამის გამო. შესაძლოა თქვენს გარშემოც იყოს ესეთი ადამიანი, ვისაც აქვს აუტანლობა. ჩემს შვილებს საბედნიეროდ არ ქონიათ მსგავსი პრობლემა, მაგრამ აი ეხლა ხანს ჩემ მეგობარს ყავს შვილი, რომელიც წლისაც არ არის ჯერ და დაუწყეს დამატება საკვების, აღმოჩნდა რომ ბევრ პროდუქტზე, მათ შორის რძეზეც არის პრობლემა და ვერ იღებს ბავშვი რძის პროდუქტებს. სხვათა შორის რძის პროდუქტებში ლაქტოზა უფრო ნაკლები რაოდენობით არის ვიდრე თვითონ რძეში, იმიტომ რომ დუღილის პერიოდში ლაქტოზა გარდაიქმნება რძემჟავად და ნაწილი მისი იშლება. ამიტომ ყველაზე დიდი რაოდენობით თავად რძე შეიცავს სწორედ ამ ნივთიერებას. ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი რძეს ან რძის პროდუქტებს იღებს, მასზე ეწყება მუცლის საშინელი ტკივილი, დიარეა, ანუ კუჭის აშლილობა, უგროვდება გაზები, აწუხებს შებერილობა და ზოგჯერ გულის რევაც კი არის მოსალოდნელი ესეთ შემთხვევაში. სოფლიოში მილიონობით ადამიანს უწევს ამ პრობლემასთან ერთად ცხოვრება. ძირითადად უფროსი ასაკის ადამიანებს აწუხებთ ხოლმე ლაქტოზის აუტანლობა, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი 5 წლის ზემოთ შესაძლებელია ამ პრობლემის წინაშე დადგეს. სხვათა შორის ძალიან ხშირად იშლებათ ხოლმე ერთმანეთში რძეზე და რძის პროდუქტებზე ალერგია ლაქტოზის აუტანლობაში. ეს ორი პრობლემა ხშირად ძალიან გავს ხოლმე ერთმანეთს და მათი გარჩევა არც ისე ადვილია საწყის ეტაპზე. ამაზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. და რა არის იმის მიზეზი, რომ ვერ ინელებს რძის შაქარს ორგანიზმი? ადამიანის ნაწლავის ლორწოვანი ზედაპირი გამოიმუშავებს ხოლმე სპეციალურ ენზიმს, ლაქტას. ამ ლაქტაზის მოვალეობა, რომ რძეში არსებული შაქარი დაშალოს და გადაამუშავოს. სამწუხაროდ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ადამიანის სხეულში ეს ენზიმი ან არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავდება, ან საერთოდ არ გამომუშავდება. და ზუსტად ამიტომაც რძის პროდუქტების მონელება სათანადოდ ვერ ხდება და ხდება ის მორენები, რაზედაც ვისაუბრეთ. სხვათა შორის ბევრმა მოზრდილმა ადამიანმა არ იცის ეს ფაქტი, თუმცა მას არ უყვარს შეიძლება რძის პროდუქტები, მაგრამ ხანდახან როდესაც ხაჭოს იქნება ეს არაჟანს თუ
თუ რძეს მიირთმევს, ეწყება ზუსტად ეს უცნაური მოვლენები და წარმოდგენა არ აქვს რისგან არის. ზუსტად ამიტომ ეძღვნება ეს ჩვენი თქვენთან შეხვედრა. ამ ადამიანებისთვის გასაგებად რომ გახდეს რომ შეიძლება ეს იყოს ზუსტად რძის ბრალი და დააკვირდნენ თავიანთ კვების რაციონს. ზოგიერთი ადამიანი საერთოდაც არ იკვლევს ამ მოვლენას, უბრალოდ ამბობს რომ ეცე მე რძეს ვერ სვამ, ბერავს და რაღაც დისკომფორტს მივქმნის, კუჭი იმეშლება და ამიტომ უბრალოდ არ სვამს რძეს და ამით მთავრდება ეს პრობლემა. თუ რძეს სვავ და არ გბერავს და კუჭი არ გეშლება, ესე იგი შენ იტან გასაგებია. ესე იგი თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს იმ რაოდენობის და იმ ფერმენტებს, რომელიც საჭიროა რძის და მისი პროდუქტების მოსანელებლად და შეგიძლიათ მიირთოთ ეს ძალიან გემრიელი და სასარგებლო პროდუქტები. ჩემს გარშემო ბევრის გამსმენია, ეს კი სერიოზული პრობლემა ყოფილა ეს მოუნელებლობა, იმიტომ რომ ვერ სვავს რძეს, ძალიან უყვართ, მეც მიყვარს მათ შორის ცივი რძე. მე მაქვს ეგ პრობლემა, მაგალითად არ ვიცი, არ ვარ გამოკვლეული, თუმცა ნაყინს როცა მივირთმევ, სადღაც 9 საათში საკმაოდ დიდი დისკომფორტი მეწყება და ის ნაყინი რაც სიამოვნება მომანიჭა მე მისმევის დროს აბსოლუტურად მეკარგება და ამიტომ ვერიდები ხოლმე. შეიძლება ზუსტად რაღაცა ამ ტიპის პრობლემა მქონდეს, მეც არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მაქვს. აი ხა ჩემ შვილიშვილს მაგალითად მითხეს რომ კატეგორიულად არ აჭამოთ ნაყინი შვილიშვილს, იმიტომ რომ არის შვილიშვილს. მე მგონი ტაში უნდა ამ საქმეს. არა, მე მგონი იცოდი თორე ეს ხავთავაბოს არ აყეხავ. და ექიმა გითხრა რომ ნაყინი არავითარ შემთხვევაში არ ვაჭამოთ, იმიტომ რომ არის ძალიან რთული მოსანელებელი. ნაყინს გააჩნია. იტალიურ ნაყინს თუ იშოვით, შეგიძლიათ აჭამოთ, არ არის პრობლემა. მე როგორც პედიატრი გრთავთ ნებას. აუგოთ მარტო იტალიურ. ეხლა რა შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, არის თუ არა ერთი და იგივე რძის პროდუქტებზე ალერგია და ლაქტოზის აუტანლობა. რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა რაღაცაა. ეხლა პატარა ექსპერიმენტი შეგვიძლია ჩავატაროთ, რომლის საშუალებითაც ამ განსხვავებას თქვენი თვალით დაინახავთ. ავიღოთ რძე. აი რა ხდება ლაქტოზის აუტანლობის დროს, როდესაც თქვენ მიიღებთ რძეს ან მის პროდუქტებს, რძე არც კი იხსნება ამ სითხეში. ანუ ამით იმის თქმა გვინდა, რომ თქვენმა სხეულმა რძე საერთოდ ვერ მოინელა, ვერ დაშალა, ვერ მიიღო და რჩება ცალკე. ეს მოუნელებელი რძის შაქრის ეგრეთ წოდებული ლაქტოზის მასა გადადის ნაწლავებში და იწვევს უკვე იმ სიმპტომებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოთვალეთ, ეს არის მუცლის ტკივილი, შებერილობა, მეტეორიზმი, გულის რევაღებინება, დიარეა და ასე შემდეგ. საკმაოდ ესეთი შემაწუხებელი სიმპტომები არის. ეს არის ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევა. ეხლა განვიხილოთ მეორე შემთხვევა, როდესაც ადამიანს უბრალოდ ალერგია აქვს რძეზე, ან მის პროდუქტებზე. აი ამ დროს ჩვენ მივიღებთ რძეს, თქვენ ორგანიზმს შეუძლია რძის პროდუქტების მიღება და გადამუშავება, იხედავთ როგორ გაიხსნა ეს ყველაფერი, ანუ ორგანიზმს შეუძლია ამ პროდუქტების დაშლა და შესაბამისად შეწოვა, უბრალოდ მას აქვს ალერგია ამ პროდუქტებზე, ანუ უკვე შეწოვილ პროდუქტებზე ორგანიზმი იძლევა ალერგიულ რეაქციას. ამიტომ მექანიზმი აბსოლუტურად სხვადასხვა არის. ერთ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ რძისა და რძის პროდუქტების მონელება და შესაბამისად მათი შეწოვა ნაწლავებიდან არ შეგვიძლია, ეს იწვევს იმ სიმპტომატიკას, რაზეც ვისაუბრეთ, ხოლო ალერგიის შემთხვევაში ჩვენ რძესა და მის პროდუქტებს მოვინელებთ, უბრალოდ ჩვენ შეიძლება გქონდეს ამ კონკრეტულ პროდუქტზე ალერგია, რაც გამოიხატება შემდგომ იმ სიმპტომატიკით, რომელიც ალერგიას ახასიათებს და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის ნებისმიერ. გამოსავალი რა არის? როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც აი ვერ იღებს ჩვენი ორგანიზმი რძის პროდუქტებს, რძეს? ამ ყველაფერში კარგი ამბავი ის არის, რომ არსებობს ისეთი ალტერნატივები, როგორიც არის მაგალითად ნუშის რძე, ბრინჯის რძე და სხვა არაცხოველური წარმოშობის ეგრეთ წოდებული რძის პროდუქტები, რომლებიც ჩიტის რძე. ასე რომ ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებს სხვა ალტერნატივის შეუძლია ჩაანაცვლონ ცხოველური რძის პროდუქტები. სოიოს რძეც არსებობს, მე როგორც ვიცი. და თუ ლაქტოზის აუტანლობა შედარებით მსუბუქი ფორმის არის გამოხატული, მაშინ რძის პროდუქტების მიღება შეგიძლიათ, ოღონდ მცირე რაოდენობით და სხვა პროდუქტებთან ერთად. მაგალითად, რძე შეიძლება მცირე რაოდენობით ყავას დავამატოთ, ისე მივიღოთ და ნამცხვარში, რაღაცა კრემში. ესეთ შემთხვევაში ეს უფრო მსუბუქად მოინელება სიმპტომები ნაკლები. ნუ გამოდის კოდესაც შეუძლია ნაყიდი მიირთვას, ოღონდ ცოტა. ნამცხვართან ერთად. ეს არ იკურნება, ეს არის ქრონიკული. პრინციპში ეს ქრონიკული პრობლემატიკაა. უბრალოდ არსებობს სპეციალური აბები, რომელიც შეიძლება ადამიანს თუ ძალიან უყვარს ეს ცხოველური რძე და ამის გარეშე მისი პროდუქტების გარეშე ვერ ძებს, დანამატი პრეპარატების საშუალებით შეიძლება ამის კომპენსირება მოხდეს და ადამიანმა მიირთვას ასეთი საკვები, უბრალოდ უნდა ღებულობდეს. ძალიან მოგინდება ნაყინის ჭამა, სამალეო და მერე კი ბატონო. კარგი გავითვალისწინებთ, დიდი მადლობა შევიცეთ. ეს დამზადებული ნაყინი შეიძლება უნდა ვიკითხო მაშინ. და ბოლოს ყველაზე მთავარი რძის პროდუქტების შემცირება ან მათი საერთოდ ამოღება რაციონიდან გამოიწვევს კალციუმის ნაკლებობას. ეს არ არის კარგი, მით უმეტეს როცა ასაკში შედის ადამიანის საკმაოდ მწვავე პრობლემაა. შესაბამისად ჩვენ უნდა შევცვალოთ რძის პროდუქტები სხვა პროდუქტით, უნდა მივიღოთ ის პროდუქტები, რომელიც კალციუმით არის მდიდარი. ასეთი პროდუქტები არის მაგალითად აქვე გვაქვს წარმოდგენილი, ეს არის ფორთოხალი, ბროკოლი, ვაშლის ჩირი, ნუში, თევზი, ჭვავის პური. ეს პროდუქტები იმ ადამიანთათვისაც არის სასარგებლო, ასევე ვისაც არ აქვს ლაქტოზაზე პრობლემა, ვისაც ალერგია აქვს მაგალითად რძეზე. ან ზოგადად შეგვიძლია ისედაც მივიღოთ მაგალითად ბრწყინვალე პროდუქტია ბროკოლით და ამითი ძალიან
კარგად ივსება კალციუმის რესურსი. ასევე ქართული გოგრა, რომელიც ყველას გვიყვარს ჩვენ ქვეყანაში და უამრავი რაოდენობის და სორტის მოიპოვება. გოგრა ეს. ხო, ახალი სორტის, კი. მოკლედ, როგორც ხედავთ, გემრიელად ცხოვრება ლაქტოზის აუტანლობის პირობებში შესაძლებელია. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები ექიმების Facebook-ის გვერდზე და მოგვიყევით თქვენ შულს ხომ არ აქვს იგივე პრობლემა და თუ გააქვთ ეს პრობლემა, როგორ უკვლავდებით მას. დიდი მადლობა ეკა ჩვენთან სტუმრობისთვის. იმედია ძალიან საინტერესო იყო ჩვენთან მოსვლა და კიდევ გვესტუმრებით. დიდი სიამოვნებით. მადლობა. რაღაცა დოზით ტკივილი ყველა ადამიანს გამოგვიცდია, ელემენტარულად თავი მაინც გვტკიებია ოდესმე. მე მაგალითად ხშირად ვტკივა ხოლმე თავი, განსაკუთრებით როდესაც ვიღლები ან მშია. თქვენ როგორ ხართ ამ ხრივ? კი, კოტე, მეც მტკივა ხოლმე, განსაკუთრებით როდესაც მეც მშია და ვერ მოვასწარიკვება ამ შემთხვევაში. მე ამ ბოლო დროს ისე ხშირად აღარ ეხა, ხო იცი აღარ ვშოვდა. ანუ ძირთადი მიზეზი მოხსენია ხო? ძალიან კარგი. თავი ყველას ვტკიებია, მაგრამ არსებობს თავის ისეთი ტკივილიც, რომელიც აუტანელია, მხედველობას გვიბინდავს და ერთადერთი რაც ამ დროს გვინდება არის ბნელი უფანჯრო ოთახი, სადაც მზეს და ხმაურს დავემალებით და დავიძინებთ. დარწმუნებული ვარ, ბევრს ექნება გამოცდილი ასეთი მდგომარეობა. ამას ქვია შაკიკი. შაკიკთან დაკავშირებით უამრავი მითი და რეალობა არსებობს და ეს არის თემა, რომელიც ყველას ძალიან გაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თუ პირადად თქვენ არ გაწუხებთ ეს პრობლემა, ოჯახის წევრიან ერთი მეგობარი მაინც გეყოლებათ, ვინც შაკიკისგან იტანჯება. ჩვენ ყავს ერთი ასეთი თანამშრომელი, რომელიც შაკიკმა გაამწარა. მიესალმეთ ექიმების კოორდინატორი და ძალიან მაგარი გოგო ნატა იონათამიშვილი. გამარჯობა ნატა. შენი ბოტანიკური წყალი უნდა შემოგთავაზო. სულ შენ გვასმევ ხოლმე ამ წყალს და ეხლა ერთხელ ჩვენ უნდა შემოგთავაზოთ. ეს არის ბახმაროს წყალი, შენ არ გეცოდინება. ძალიან კარგი წყალია და შეგიძლია მიირთო. ეხლა ამ წუთას გტკივა თავი? ამ წუთას არა. რამდენი ხანია ნატა რაც გაწუხებს შაკიკი და საერთოდ აგვიხწერე როგორი არის რა სიმპტომებია? ბოლო 5 წელი უკვე ვატყობ, რომ სერიოზულ ფაზაში შევიდა ჩემი შაკიკი. თავიდან იყო რაღაც თავის ტკივილები, მაგრამ ნუ გონია რომ უბრალოდ გტკივა თავი. მაგრამ მე უკვე ისეთი ფორმები რომ მიიღო, რომ 24 საათის განმავლობაში სულ რო გტკივა და არანაირი პრეპარატი რო არ გშველის და გინდა რომ სულ დაწვე და ძალიან რთულია, მოკლედ შაკიკთან ცხოვრება, მაგრამ რამდენად ხშირია ეს ტკივილი? კვირაში 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ თუ უფრო მეტი სიხშირე? თუ ისეთ რეჟიმში ვარ, რომ უძილობა მაქვს, ვარ ძალიან გადატვირთული, მაშინ კვირაში ერთხელ. კვირაში ერთხელ, მაგრამ იმდენად გაუსაძრისია, რომ აი ეს სიმპტომები, რაცაც ყვები, ანუ დამალვა მართლა გინდა ბნელ ოთახში და მართლა გინდა რომ დაიძინო. მართლა როცა მტკივდება თავი, თუ ვერ მივასწარი და არ მივიღე რაიმე პრეპარატი, რაც არის ტკივილ გამოყოჩებელი, მართლა ჩვეულებრივ მივდივარ, წვები, სუსიბნელებ, ჰარდებს ხურავ, რომ შუქმა არ შემაწუხოს. აღნიშნავ დაღლილობასთან ეს კავშირშია. კი, დაღლილობასთან პირდაპირ კავშირშია. ხოლმე ეს თავის ტკივილი. თუ არ ისეთ გარემოში, თან არ მქონდა პრეპარატი, მაგ შემთხვევაში შეიძლება 24 საათის განმავლობაში გაგრძელდეს ტკივილი. ძალიან ბევრია და რთული გასაძლებელი იქნება. ყოველდღიურ საქმიანობაში, აი პროფესიულ საქმიანობაში თუ გიშლის ეს ყველაფერი ხელს, მაგალითად სამსახურს თუ გაგიცდენი ამ შეტევის გამო. კი, იყო ესეთი შემთხვევები, როცა გავაცდინე 2 დღე სამსახური, იო და 72 საათის განმავლობაში თავი და ფიზიკურად ვერ ვიყავი ფუნქციური. შაკიკი შენი ცხოვრების თანამდევი მოვლენაა, როგორც მე. ერთად ცხოვრობთ მე და შაკიკი. მოდი ახლა გავიგოთ რა ხდება თქვენს თავში იმ დროს, როდესაც შაკიკის ტიპის ტკივილი გეწყებათ. შეგვიძლია ეს ყველაფერი ვნახოთ ვიდეოზე. შაკიკი არის ძლიერი მფეთქავი ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეულია თავის გვერდით ნაწილებში. აი მაგალითად როგორც აქ შენს, ყველაზე ხშირად ეს ტკივილი ლოკალიზებულია თავის ერთ მხარეს, ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. ამ ტკივილს თან ახლავს გულის ზრევა, ღებინება, მხედველობის დაბინდვა, ზოგჯერ გაორება, მგრძნობელობის მომატება სინათლის მიმართ, რომელიც მკვეთრად გამაღიზიანებელია ადამიანისთვის. საერთოდ შაკიკი სამჯერ უფრო ხშირად გვხვდება ქალებში ვიდრე მამაკაცებში. შენ თუ გეცნობა ასეთი ტიპის ტკივილი, ანუ ან ყოველთვის, როცა თავი მტკივა, შაკიკის შეტევის დროს, მტკივა აი ეს ნახევარსფერო. ანუ მარჯვენა ნაწილი. მარჯვენა ნაწილი ყოველთვის. თვალის მიდამოში თუ? თვალის მიდამოში ნაკლებად უფრო ეს. გვერდით. ხშირად ესე ჩანს ყველაფერი იმ ადამიანის თვალებიდან, ვისაც შაკიკი აქვს, განსაკუთრებით მწვავე ტკივილის დროს. ეს სიმპტომი შენთვის ნაცნობია? არა, ეს ფორმა არა. ანუ ამ შემთხვევაში გაგიმართლა რომ შენ არ გაქვს ეს სიმპტომი და უბრალოდ სინათლე მხოლოდ გაღიზიანებს. შაკიკის ტიპის თავის ტკივილები გამოწვეულია ტვინში გამავალი სისხლძარღვების სწრაფი გაფართოებით და შევიწროვებით. გაფართოებულ სისხლძარღვები აწვევიან მათ სიახლოვეს მდებარე ნერვულ რეცეპტორებს და შესაბამისად ეს რეცეპტორები ტვინში გზავნიან ტკივილის სიგნალებს ზუსტად ისე, როგორც აი ამ გრაფიკაზე ვნახეთ. დაზუსტებით არ ვიცით რა იწვევს ამ ტკივილებს, მაგრამ ექიმები ვარაუდობენ, რომ ამ ყველაფერს იწვევს სისხლის მიმოქცევის მკვეთრი ცვალებადობა და ასევე გარკვეული ქიმიური ცვლილებები, მაგალითად ჰორმონალური ცვლილებები ქალის სხეულში მენსტრუალური ციკლის დროს.
ცოტა ხანში ექიმებში პლასტიკური ქირურგიის საიდუმლოებებს გაიგებთ. მაგიტო ვარ ვიღაცა ერთ რო გამოიყურებენ ხოლმე. ეს ახლა გადა. ერთი თვალი დახვდეთ აი ესე დაშვებული ლოყანზე. არავის არ უთხრა. ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ, რომ შაკიკთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მითი და რეალობა არსებობს. შენ რა მითები ხსმენია, ნატა შაკიკთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ გეცოდინება რაღაცები. არა, მითი არ ვიცი. ვიცი რეალობა ვიცი. კივილია ამ ყოველთვის. ნატა, მოდი ვნახოთ ჩვენი დარბაზი რამდენად კარგად იცნობს ამ პრობლემას. თქო, მოიმარჯოთ თქვენი ნიშნულები და ჩვენი შეკითხვა დღეს ასეთია. მითია თუ რეალობაა, რომ ტელევიზორის ციმციმს შეუძლია შაკიკის პროვოცირება? დარბაზის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს რეალობაა, ნატა, შენ როგორ ფიქრობ? მეც ფიქრობ, რომ რეალობაა. ეს მართლაც რეალობაა. ტელევიზორის ციმციმმა შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს შაკიკს. და სამწუხაროდ ტელევიზორი არ არის ის ერთადერთი რამ, რაც შაკიკს ამწვავებს. ჩვენმა ერთ-ერთმა ტელემაყურებელმა მოგწერა და გითხრა, რომ ძალიან შეწუხებული ამ პრობლემით. მოდი პირადად მისგან მოვისმინოთ ამის შესახებ. გამარჯობა, მე ვარ კოტი ჯანჯღავა. ამ ბოლო დროს მაწუხებს თავის ტკივილი. ასევე მაქვს ეს უძილობა და რეჟიმი მაქვს არეული რა და გვიან ვიძინებ, თან რო ვიძინებ მე მეღვიძება ხოლმე რა და მაინტერესებს ეს რეჟიმის არევა და უძილობა თუ იწევს შაკიკს. ამ შეკითხვაზე პასუხი არის, რომ კი, ნამდვილად ღამეც უძილს შეუძლია შაკიკის პროვოცირება. მაგრამ უფრო ცუდი რა არის, იცი, რომ დილის გარდა ჩვენს გარშემო არსებობს კიდევ უამრავი უჩინარი მიზეზი, რაც შაკიკის ტკივილის გამომწვევი შეიძლება გახდეს. მოდით შევხედოთ ამ ვიდეოს უფრო ყურადღებით. მივყვეთ დეტალურად. პირველი რაც აქ თვალში გვხვდება, ეს არის ალკოჰოლი. აქვე არის ყავის ჭიქა და შოკოლადი. საქმე ის გახლავთ, რომ ალკოჰოლი, განსაკუთრებით წითელი ღვინო და ის პროდუქტები, რომელიც დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს, ეს არის ყავა და შოკოლადი, სისხლის მიმოქცევის ცვალებადობას იწვევენ და ამ სამივე პროდუქტს შეუძლია გახდეს შაკიკის მიზეზი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია სუნები. ლევან, გეთანხმები, მე კადრში შევნიშნე სუნამო და ასევე სანთელიც, სურნელოვანი სანთელი, ეს ორივე ნივთი შესაძლოა შაკიკის გამომწვევი მიზეზი გახდეს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რასაც თვალით ვერ ხედავთ, ეს არის ოთახის საწმენდის საშუალებები, რომელთაც სპეციფიური სუნი აქვს და საკმაოდ ძლიერი სუნი აქვს ზოგიერთ მკვეთრი და შაკიკი, ვისაც აწუხებს, მისთვის მით უმეტეს შესაძლოა ეს იყოს შეტევის მაპროვოცირებელი მიზეზი. ნატა, შენ შემთხვევაში გეცნო რამე აქედან, რას გააქრობ დღესვე სახლში მისვლისთანავე? შენ შემთხვევაში ყველაფერი რაც შეიძლება შაკის იწოდეს, გამქრალია ჩემი სახლიდან, ჩემი საძინებლიდან უკვე, მაგრამ ეს შოკოლადიც ვერ შეველი. შოკოლადს ვერ აქვს. და რამე კავშირი შეამჩნია შოკოლადთან? კი, თუ გადამეტებულად ბევრი შოკოლადი მირთვა, აუცილებლად დაგეწყება თავის ტკივილი. და ის სხვა რამეზე ქონია, მაგალითად ღვინო, სუნამო. ღვინოს ისედაც საშუალო, ამიტომ ეგ არ ვიცი, მაგრამ სუნამოს ამ ქონია კი. პროვოცირება. ანუ პარფიუმერიაც გააქრე? ყველაფერი გააქრე. ნატა, როგორ შველი შაკიკს? გააქვს რამე განსაკუთრებული შენეული მიდგომა შეტევების სკუპირებისთვის? ამ წლების განმავლობაში უამრავი რამ ცადე, მაგრამ ერთს მივხვდი. იწყება თუ არა ტკივილი, ეგრევე დაახლოებით ტკივილის შეგრძნებიდან 10 წუთში უნდა მიიღო ტკივილგამაყუჩებელი. რა შედარებით უკეთ იქცნა თავი. შველის ეს ტკივილგამაყუჩებელი უკვე ძალიან ძლიერ ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ერთი არის ჩემ შემთხვევაში. რამდენიმე წლის მანძილზე არჩევდი, როგორც მე მივხვდი, რომ და ჩამოვყავდი ერთ პრეპარატზე, რომელიც ის ერთადერთი მშველის მხოლოდ. და ეს რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. რა თქმა უნდა, რამოდენიმე ექიმთან კონსულტაციის მერე ვისწავლე შაკიკის მართვა. მანამდე ძალიან რთული იყო, ძალიან რთული პერიოდი გავიარე და როცა უკვე მივედი დასკვნამდე რა შეიძლება რომელიღაც არჩიო პრეპარატი ტკივილგამაყუჩებელი, რომელსაც გიშველოს, მე უკვე უფრო მარტივია. ზუსტად ამაზე მინდოდა მეთქვა, შაკიკი არ იკურნება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შაკიკის მართვა. პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ის არის რომ უნდა აიღოთ ერთი დღიური, სადაც ჩაინიშნავთ, რასთან ასოცირდება ხოლმე თქვენთვის ტკივილი. როდის დაგეწყოთ, რას აკეთებდით ამ დროს, ან რას მიირთმევდით, ან სად იყავით რა გარემოში, როდესაც თავი აქ ტკივდათ. ამ გზით თქვენ გაიგებთ თუ რა იწვევს თქვენ თავის ტკივილს და შეეცდებით რომ მოერიდოთ აი ამ მაპროვოცირებლებს. ყველაზე ხშირად შაკიკის მიზეზი არის სტრესი, დაღლა, ხმაური, შიმშილი, სხვათა შორის ნატამაც აღნიშნა რომ სტრესთან არის ასოცირებული მისი ტკივილები. მესმის რომ ძალიან ძნელია ამ ყველაფერს მოერიდო ადამიანი მინისკოლებში ვერ ჩაჯდები და ვერ იცხოვრებ რა თქმა უნდა, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ რომ საკუთარ ჯანმრთელობას ხელი შეუწყოთ და მოვერიდოთ ამ გამაღიზიანებელ ფაქტორებს. სხვათა შორის ბევრს არსმენია ამის შესახებ, რომ შაკიკს ბოტოქსითაც კურნავენ ხოლმე. ჩვენთან ეს პროცედურა კეთდება.
საკმაოდ წარმატებით, თუ კი ნევროლოგმა დასვა შაკიკის დიაგნოზი და პაციენტს ამის შესახებ უკვე სრულად აქვს ინფორმაცია და სხვა საშუალებები ამ შემთხვევაში არის უშედეგო მკურნალობის ან თუნდაც სიმპტომატიკის მოხსნის მიზნით, ბოტოქსოთერაპია საკმაოდ კარგად და წარმატებულად გამოიყენება. მე ბევრჯერ მაქვს ჩვენს გადაცემაში ახსენილი თუ როგორ მუშაობს ბოტოქსი, ამ შემთხვევაშიც აღმოჩენა თვითონ ბოტოქსის ეფექტისა შაკიკის მკურნალობაზე იყო სრულიად შემთხვევითი, როდესაც ამ პროცედურებს პლასტიკური ქირურგები აკეთებდნენ სულ სხვა მიზნით, აღმოჩნდა რომ შაკიკიან პაციენტებში სიმპტომატიკა მკვეთრად შემცირდა. შესაბამისად, დღევანდელ რეალობაში ეს გამოიყენება უკვე როგორც ერთ-ერთი საშუალება შაკიკის სიმპტომატიკის მოხსნის და შვებისათვის. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ სახის მკურნალობა არ დაგჭირდებათ და შეძლებთ შაკიკის მართვას. კიდევ ერთ დავამატებ, ვარჯიში ეს არის ძალიან კარგი საშუალება შაკიკის სამკურნალოდ, რადგან ვარჯიშის დროს რეგულირდება სისხლის მიმოქცევა, ძალიან აქტიურდება და შესაბამისად თუ კვირაში 3 ჯერ მაინც ივარჯიშებ, თავის ქალაში გამავალი სისხლძარღვები დიდი ინტენსივობით აღარ შევიწროვდება და გაფართოვდება და შესაბამისად შაკიკის შეტევებით საგრძნობლად მოიკლებს. ძალიან დიდი მადლობა ნატა, მართლაც კარგი თანამშრომელი გყავს და თან შესანიშნავი სტუმარიც აღმოჩნდა და მე იმედი მაქვს რომ შენ ჩვენთან პაციენტის rolში აღარ მოხვალ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის. საიდუმლოებების შენახვა შეგიძლიათ? თქვენ დატოვეთ მაშინ, აი ერთი ამბობს არა. თუ კი მაშინ დღეს კოტე ექიმი გაგვანდობს პლასტიკური ქირურგიის ყველაზე დიდ საიდუმლოებებს. კოტე მზად ხარ? რა თქმა უნდა მზად ვარ. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაცია ახლა ამ ყუთებში დამალული, რაც დარწმუნებული არ ვარ, უნდა გითხრათ თუ არა. გითხარი რა კოტე. გპირდები რომ მარტო ჩვენ გვეცოდინება, მე დათოს ჩვენს აუდიტორიას და იმ 100,000-ობით ადამიანს, რომლებიც ახლა ტელევიზორს უყურებთ. აბა შენახულა საიდუმლო და ეგაა, მხოლოდ ერთი პირობით გეტყვით ამ ყველაფერს. რომელი პირობით? თქვენ ჩემი ასისტენტები უნდა იყოთ და ყუთებს თავები უნდა ახადოთ ხოლმე. თანახო ხარ? მაშინ სიამოვნებით გაგიმხელთ ამ საიდუმლოს. კარგი, დავიწყოთ. მაშასე, ყუთი ნომერი 1 და პლასტიკური ქირურგიის საიდუმლო რჩევა ნომერი 1. მოუხადოთ თავი თუ შეიძლება ნინო დამეხმარე და რადევს აქ ვნახოთ. ეს არის ჰანტელები, ეს არის თერმომეტრი. აქ არის ნემსი, რომელიც განასახიერებს იმას, რომ შესაძლებელია შიგნით იყოს ბოტოქსი. თუ თქვენ გაიკეთეთ ბოტოქს, იცოდით, რომ ამ პროცედურის შემდეგ ან გაფრთხილებდათ თუ არა ექიმი, რომ ამ პროცედურის მერე არ უნდა გაიქცეთ სპორტულ დარბაზში და დაიწყოთ ვარჯიში. სიმძიმეები აწიოთ, ან მაღალი ტემპერატურის საუნაში შეხვიდეთ და მიიღოთ სასიამოვნო ორთქლის აბაზანები. ეს კატეგორიულად აკრძალულია ბოტოქსის თერაპიის შემდგომ პირველი 24 საათის განმავლობაში. იმიტომ რომ ბოტოქს რომელსაც ჩვენ განქვეშ შევყავს ხოლმე კუნთოვან ქსოვილში, შესაძლებელია ასეთ პირობებში, როდესაც არის აქტიური ფიზიკური დატვირთვა, თავის მიმართულებით სისხლის მოდინება მატულობს და არ გასულა დიდი დრო, ეს დიდი დრო არის მინიმუმ 24 საათი, ბოტოქსის ნივთიერება შეიძლება მოხდეს ქსოვილებში მისი ტრანსპოზიცია და 1 საათის, 2 საათის ან თუნდაც 5 დღის მერე როცა ბოტოქსი რეალურად თავის მოქმედებას გამოავლენს, 1 თვალი დახვდეთ აი ესე დაშვებული ლოყამდე. შეიძლება თვალი გავიკეთო და ძუძუ აღმომაჩნდეს გაკეთებული. თვალი ძუძუმდე არ ჩამოგივა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება 1 ქუთუთო დახვდეს ნიკაპთან და მეორე ქუთუთო დახვდეს შუბლზე აწეული. ანუ ბოტოქსის გადანაწილდება და არასწორად გადანაწილდება. ნუ ყოველ შემთხვევაში ის ნივთიერება რომელიც შეყვანილი ხო, ან ყური გაგუშეშდეს ხო, ან თვალი ვერ დავახამო. ყოველთვის ასეთი რაღაცები ხდება და როდესაც ბოტოქსი შედის კუნთოვან ქსოვილში, ჩვენ მას ზუსტად იმ ადგილას ვათავსებთ, სადაც საჭიროა მისი მოქმედება. ამიტომ ამ პროცედურიდან პირველი 24 საათის განმავლობაში თქვენ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოეკეთოთ თავს და უხეშ მიმიკასაც და მით უმეტეს ალკოჰოლსაც უნდა მოერიდოთ, არათუ ესეთ სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვებს. მაშინ თქვენი ბოტოქსის თერაპია ჩავლის წარმატებით. მე როგორც ვიცი, ალკოჰოლიც ანეიტრალებს ამ ალკოჰოლიც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ანეიტრალებს ბოტოქსის მოქმედებას და შესაბამისად შესაძლებელია მიღებული ეფექტი არ იყოს ისეთი ვიზუალური მხარე არ ქონდეს, როგორც ჩაიყაროს წყალში, არა მარტო წყალება, ფინანსურადაც. ყოდე, მაგიტომ არის ვიღაცა რომ გამოიყურებიან ხოლმე? ან სავარჯიშო წავიდნენ, ან დასალევად, ხო? ესეთები რომ გამოიყურებიან. ესე ხო კატა. ეგ უკვე ბოტოქსის ბრალი არ არის, ან უშვეთი თუ ეს უკვე ზედმეტად შეყვანილი შემავსებლის, ანუ გელის რაოდენობების ჭარბად გამოყენების შედეგად ხდება ხოლმე ეს ყველაფერი. ბოტოქსი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. ბოტოქსის დროს ზუსტად ის წესები უნდა გაითვალისწინოთ, რაც ახლა მე თქვენ მოგიყევით, მე მგონი გასაგებად. სპორტ დარბაზში ესე დავინახეთ, ვინ გოგო, არა უშავს. უჩებს ავარჯიშს. მაშასე საიდუმლო ნომერი 2. არავის არ უთხრათ. რომელი არის წლის საუკეთესო სეზონი პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად? თქვენი აზრით რომელია? ზამთარი.
ზამთარი. შენი აზრით შემოდგომა ზამთარი. ნუ პრინციპში თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, თუმცა მე ამას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ყველა სეზონზე პლასტიკური ოპერაცია ძალიან კარგია და შედეგიანია. რაც შეეხება სეზონურობაში არის ესეთი მიმართულება, ასე ვთქვათ. შემოდგომა იმიტომ არის კარგი, რომ ამ დროს ზაფხული უკვე ჩავლილია, თქვენ უკვე დაბრუნდით ჩვეულებიდან, მორჩით აქტიურ დასვენებას, ნაკლებად არის სავარაუდო, რომ ამის შემდეგ ისევ მოგიწიოთ მზის აბაზანების მიღება. ამასთანავე სავარაუდოა, რომ თქვენ საუკეთესო ფორმაშიც ხართ. დაისვენეთ, ივარჯიშეთ, გაირუჯეთ, წონაც დასტაბილურდა, შემცირდა, სამსახურში ჯერ დასტრესვა ვერ მოასწარეთ. ამიტომ მზად ხართ იმისთვის, რომ მოხვიდეთ და გაიკეთოთ პლასტიკური ოპერაცია. ამიტომ შემოდგომა ითვლება პირობითად ერთ-ერთ ყველაზე კარგ პერიოდად პლასტიკური ოპერაციის წარმოებისათვის. თუ არ ჩავთვლით, რომ ზაფხულში მთელ ფინანსებს ხარჯავთ ხოლმე და ხა შემოდგომაზე. იცი რა, ქალები ესე არ იქცევიან ხოლმე იმ ფინანსებს, რომელიც უნდა დახარჯონ პლასტიკური ოპერაციისთვის, ყოველთვის შემონახული აქვს ცალკე. ამიტომ ეს მათი საიდუმლოა. გარდა ამისა, შემოდგომის მერე მალევე მოდის ახალწლო დღესასწაულები და პლასტიკური ქირურგიის მერე ამ დღესასწაულებს გაცილებით უფრო ბედნიერები შეხვდებით და მოწესრიგებულ ფორმაში. ანუ ზამთრის პერიოდიც ისევე როგორც შემოდგომის არის ძალიან კარგი დრო იმისთვის, რომ გაკეთდეს ოპერაცია. შედეგობრიობაზე სეზონურობა არანაირად არ მოქმედებს, უბრალოდ ეს არის კომფორტის მომენტი. ახალწლო დაბანა ვიცოდი და შემთხვევა პლასტიკური ოპერაცია. დაბანა ეხლა საახალწლოთ არა, ჩვენ უკვე შევცვალეთ ეგ მითი დავანგრიეთ, რომ ყოველ დღე არის აუცილებელი და არა მარტო საახალწლოდ, მაგრამ ეს გავიგეთ ახლა, როდის უნდა გავიკეთოთ პლასტიკური ოპერაციები, ნუ დაახლოებით ისიც გავიგეთ, რომ ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არის მაინც კონკრეტული დრო, როდესაც არ უნდა გავიკეთოთ ოპერაციები. რეალურად ეს ის დროა, როდესაც ადამიანს სოციალური თვალსაზრისით არ აქვს ამისთვის დრო. ან მიამცირდეს თუნდაც, ხო? პირველი რაც უნდა დავიმახსოვროთ იმ ადამიანებმა, ვინც პლასტიკური ოპერაციისთვის ემზადება და მოსვლას აპირებს, რომ როდესაც წინ გელით გასარუჯი სეზონი, არავითარ შემთხვევაში არ დაგეგმოთ მით უმეტეს სახეზე საწარმოებელი პლასტიკური ოპერაციები. ან როდესაც დასტრესილი ხართ, ან როდესაც თქვენი წონა მაქსიმალურად მომატებული, ან არ არის სტაბილური, ხო? არის გარკვეული წესები, გარკვეული ნორმები, რომელიც თქვენ ყველა შემთხვევაში კონსულტაციის შემდეგ ღებულობთ და იქ იმას თავისუფლად გეუბნებათ. მე არ ვიცოდი კოტა ეს ყველაფერი და აქამდეც უნდა გაგიფრთხილებინო. იცი რა, ნელ-ნელა ამ ყველაფერზე ვისაუბრებ და ასე რომ დიდი სიამოვნებით კიდევ სხვა საიდუმლოებსაც გაგიმხდოთ, რაც შეეხება პლასტიკურ ქირურგიას. ასე რომ 10 წელი მაინც არაფერი დაგჭირდება და ასე რომ ნელ-ნელა. მადლობ კომპლიმენტისთვის, მაგრამ მომავალში თუ რა 1-3 გადაცემა გამოვტოვე, ესე იგი ეგ არის. შემოდგომას სეზონია. მესამე საიდუმლოს არ გაგვიმხდა. დიდი სიამოვნებით, უბრალოდ დამანახე მან და აღარ მახსოვს რა საიდუმლოა. მაღვიძარა. ანუ დრო, საათი. ზედმეტად ასაკში ხო არ ვარ იმისთვის, რომ თქვა პლასტიკური ოპერაციებზე ვიფიქრო. ოპერაციებზე ფიქრი არ გჭირდება და იმედი მაქვს დიდი ხანი არ დაგჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ხშირად სვამენ ამ შეკითხვას და ჩემს პრაქტიკაში რაც ყოფილა პაციენტები, რომლებიც მოსვლან და გაუკეთებიათ ოპერაცია, რაც უნდა გაუკვირდეს ადამიანებს. მაგალითად, რინოპლასტიკა გაიკეთა 76 წლის ქალბატონმა. ცხვირის პლასტიკა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ოცნებობდა, მართლა ოცნებობდა ამის განხორციელებას. ბევრმა ექიმმა სამწუხაროდ უარი უთხრა მას გამომდინარე ასაკიდან, მაგრამ ჩვენ გავუკეთეთ მას ეს ოპერაცია და როდესაც მან მიიღო ეს შედეგი, მისი განწყობა და შინაგანი ემოცია იმდენად პოზიტიური იყო, რომ ის სრულიად მეტამორფოზული მდგომარეობით გავიდა კლინიკიდან და უბედნიერესი მე მგონი დღესაც აგრძელებს თავის ლამაზ ცხოვრებას. პასუხი არის მხოლოდ ცალმხრივი, თუ ადამიანს აქვს სურვილი, არ არის არანაირი უკუჩვენება, მაგალითად ასაკის მიუხედავად ბუნებრივია. ძუძუს პლასტიკა მაგალითად გაუკეთებია 60-65 წლის ქალბატონებს, ძალიან კარგად გრძნობენ ისინი თავს და მართლა მიიღეს ის რეზულტატი, რასაც შეიძლება რაღაცა და მიზეზების გამო დიდი ხნის განმავლობაში ვერ იკეთებდნენ. ანუ ჩვენ ჯერ შეგვიძლია არ ვიჩქაროთ. 60-65 წლამდე შეგიძლიათ ჩვიდად გადაცემა ექიმებს წაუძღვეთ ჩემთან ერთად, ასე რომ პლასტიკურ ოპერაციებზე ფიქს თავი დაანებოთ. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა კოტე საიდუმლოებების განდობისთვის. ექიმები კი ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის.